და დღის სხვა სიახლეებით თიანეთის ზარიძეების საავტომობილო გზის 9 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებული აღნიშნულ ობიექტზე სამი ხიდის რკინა-ბეტონისა და წყალგამტარი მილების, ასევე ტროტუარებისა და საგზაო ნიშნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ შოთა მურღულიამ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ დავით შავლიაშვილმა დაათვალიერეს. არის თიანეთისთვის ძალიან განსაკუთრებული წელი, რადგან ამ რაოდენობის პროექტები და ამღერებულების პროექტები ბოლო ათწლეულებია თიანეთში არ განხორციელებულა. ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცხეთამ თიანეთში წელს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დიდი პროექტები, ობიგუდაურის მიმართულებით, თიანეთის ზარიძეების მიმართულებით. საერთო ჯამში 50 კილომეტრამდე გზა იგება, წყლის მილები იცვლება, წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესება ხდება. 3 კილომეტრზე მეტი ასფალტობეტონის საფარი გაკეთებული არის. კივეტები არის დაახლოებით 2800 მეტრზე გაკეთებული, მიმდინარეობს სამუშაოები ინტენსიურად. გვიან ღამემდე როგორც ხედავთ და მთლიანი ჟინვარიდან წამოსული თიანეთამდე იქნება იდეალური გზა, რომელიც მოსახლეობისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შუება იქნება.